ამბასადორი ჯგუფის ახალ პროექტებზე საუბრით განვაგრძობთ ეთერს, რა სიახლეები და გეგმები აქვს კომპანიას, ნაწილის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ვნახეთ უკვე სიუჟეტში, თუმცა უფრო დეტალურად ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტების გაყიდვების ხელმძღვანელი ცია ლომაძე. მოგესალმებით ცია და მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ვნახეთ საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი, მასალა იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელზეც მუშაობს ამბასადორი ჯგუფი. თუმცა თქვენგან კიდევ ერთხელ დეტალურად რომ მოვისმინოთ, რითია გამორჩეული, მაგალითად გავყოთ ერთმანეთისგან. ორ პროექტზე იყო საუბარი. ერთი იყო ავიაციის სკოლა და მეორე სასტუმრო. აი სასტუმროთ დავიწყოთ, ხო? რითია ეს პროექტი გამორჩეული, რა ეტაპზეა ახლა მშენებლობა, ესეც საინტერესოა. როგორც სიუჟეტიდან ვნახეთ, სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და გადასულები ვართ შიდა სამუშაოებზე. განსაკუთრებული არის ეს სასტუმროს ახალი შენობა, რადგან აქ ერთიანდება როგორც სასტუმროს ნომრები, ასევე ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები, რეზორტს ემატება როიალ კლასის სპა და საცურაო აუზი, ასევე კაზინო, ქართულ-ევროპული რესტორნები და აკვაპარკი, ასევე და მოკლედ კომპლექსს აქვს მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა სრულყოფილი დასვენებისთვის და გართობისთვის. რატომ გახდა საჭირო გაფართოვება? მოთხოვნა გაიზარდა? მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ტურისტული ნაკადიც, ასე ვთქვათ, მზარდ იყავს რეზორტს და ამბასადორი ჯგუფი მუდმივად ცდილობს, რომ განაახლოს და განავითაროს ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, მოთხოვნა განაპირობა, რომ დამატებოდა ახალი რეგიონში ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო, რაც მალე გაიხსნება. აი, როდის გაიხსნება, ესე ძალიან საინტერესოა, თქვენ თვითონვე მინიშნება გააკეთეთ. ახალი სასტუმროს მშენებლობის გახსნა დაგეგმილი არის 2028 წლის მაისში და ეს ახალი შენობა გახდება ამბასადორი კაჭრეთი გოლფ რეზორტის მთავარი ფუნქციური და არქიტექტურული ცენტრი. გაყიდვები დაწყებულია, ბუნებრივია, ხო, უკვე და რა ეტაპზეა უკვე არის თუ არა დარჩენილი ისევ? მსურველებს შესაძლებლობა აქვს, რომ შეიძინონ აპარტამენტები მოქნილი გადახდის პირობით და გაყიდვები დაწყებულია, გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, უკვე გაყიდულია და საკმაოდ მაღალი არის მოთხოვნაც. გვაქვს გადახდის მოქნილი პირობა, რაც უფრო ხელმისაწვდომს ხდის ინვესტიციას და ასევე მიმზიდველს მსურველებისთვის. ჩაბარების პირობაზეც შეგვიძლია აქვე ვთქვათ ალბათ, რომ აპარტამენტები ბარდება სრულად აღჭურვილი turnkey პირობით, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის რემონტს, ავეჯ ტექნიკას და აქსესუარებს, ანუ მომხმარებელს, აპარტამენტის მყიდველს ხვდება აპარტამენტში ყველაფერი ის, რაც ხუთვარსკვლავიან სასტუმროშია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მყიდველი იღებს არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ უკვე მზა ბიზნეს მოდელს. ამბასადორი ჯგუფი უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავებას და ეს მომხმარებლებისთვის სტაბილურ შემოსავალთან არის ასოცირებული, ასე ვთქვათ. აი, ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ, აი გამოცდილება რასაც ხო, ძირითადად ადამიანები ასეთი ტიპის უძრავ ქონებას, როდესაც ყიდულობენ, ეს არ არის საკუთარი სარგებლობისთვის, უფრო საინვესტიციო დაბანდებას აკეთებენ, რა. რასაც ახლა თქვენ აღნიშნავთ. ყოველ შემთხვევაში ამ პროექტის მიმართ ესეთი გათვლა გაქვთ, რომ იყოს ინვესტიციის დასაბანდებელი ერთ-ერთი უძრავი ქონება. უფრო საინვესტიციო პროდუქტი არის, დიახ, მაგრამ საცხოვრებლადაც შეზღუდვა არ არის და მსურველებს შეუძლიათ საცხოვრებლადაც გამოიყენონ და იცხოვრონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც სასტუმროშია და ასევე როცა დასჭირდებათ, მიიღონ სტაბილური შემოსავალი, რასაც ამბასადორი ჯგუფი უზრუნველყოფს. ძირითადად როგორ იქცევიან თქვენი მომხმარებლები? ძირითადად რისთვის ყიდულობენ, რისთვის იძენენ? ძირითადად, რა თქმა უნდა, მაინც ინვესტიციის კუთხით ყიდულობენ, რადგან პროექტს აქვს მაღალი საინვესტიციო მაჩვენებელი, რაც გულისხმობს, რომ საინვესტიციო აპარტამენტების გაქირავებიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი $20,000-მდეა, ხოლო ინვესტიციის უკუგება დაახლოებით 20%-მდე. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეყრდნობა უკვე მოქმედი სასტუმროს ბოლო წლების სტატისტიკას. გასაგები, ანუ იგივე მოლოდინები გაქვთ ახლა ახალ სასტუმროებსთან და ახალ შეთავაზებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლოკაციას, ეს ფაქტორი რამდენად ახდენს გავლენას? ლოკაციაც მიმზიდველი არის საინვესტიციოდ, რადგან თბილისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზე და ეს მას მარტივად მისაწვდომს ხდის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. ასევე ლოკაცია გამოირჩევა იდეალური ბალანსით. აქ ბუნება, სიმშვიდე და უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში არის თავმოყრილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასტუმროში ხარისხიან დასვენებაზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, ანუ წელიწადის 4-ვე სეზონზე და ეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის აპარტამენტის შეძენის მსურველებისთვისაც ინვესტიციას. ძალიან საინტერესო კიდევ ერთი დეტალი, მუდმივად როდესაც ჩვენ უძრავი ქონების ბაზარს მიმოვიხილავთ ხოლმე, ეს თემაც უგვაინტერესებს. ვინ არიან ინვესტორები, ანუ მყიდველები ძირითადად ვინ არიან? ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, ემიგრანტები, უცხოელები თუ შერეული კონტინგენტია? ესე ვერ გამოვყოფ, ძირითადად შერეულია, რადგან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინტერესებული არიან ინვესტიციით და ეს რომელიმეს ვერ ანუ შერეული კონტინგენტი ყავთ. ერთი კითხვაცია ასევე რაც აუცილებლად მიანიშნებს ჩვენს მაყურებელს იმ ტენდენციებზე, რაც უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს, არის ის, თქვენ აღნიშნეთ, რომ პრემიუმ გარემონტებული ვარდება ეს აპარტამენტები. ამაზე მოთხოვნა წამოვიდა თვითონ მომხმარებლის მხრიდან თუ რატომ გადაწყვეტა კომპანიამ, რომ აი ამ კონდიციაში ჩაბარდეს ეს პროდუქტი? მოთხოვნა რა თქმა უნდა არის, მაგრამ რადგან აქ ერთ შენობაში ერთიანდება სასტუმროს ნომრები და აპარტამენტები, ამიტომ აქვს ერთი სტანდარტი. ამბასადორი ჯგუფი თვითონ უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავებას, რაც ასე ვთქვათ, სტაბილური შემოსავლის გარანტია არის მყიდველებისთვის და აქვს თავისი სტანდარტი, ანუ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ეწყობა ეს აპარტამენტებიც. შესაბამისად კიდევ რომ ყველაფერი ერთ კონცეფციაში და ერთ სტანდარტში იყოს და აუცილებლად სანამ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთი თემა, რაც გახმოვანდა სიუჟეტშიც და ჩვენ შესავალში შევეხეთ, ეს არის ავიატურიზმის განვითარება და ამ კონცეფციის ფარგლებში ავიაციის სკოლის გახსნა. როდისვეს იგეგმება, რატომ მიიღო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ სიუჟეტმა პასუხი გასცა და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი? ავიატურიზმის განვითარების მიმართულებით საკმაოდ მასშტაბური პროექტი წარმოიწყო ამბასადორი ჯგუფმა კაჭრეთში და სიუჟეტიდანაც ვნახეთ ეს. კაჭრეთში დაგეგმილი არის რეგიონში პირველი ავიაციის სკოლის გახსნა და აქ მსურველებს საშუალება მიეცემათ, რომ შეისწავლონ საჰაერო ხომალდის მართვა და მიიღონ ლიცენზია. ასევე ემატება ასაფრენი ბილიკები, ვილები და საკმაოდ ისეთი მასშტაბური პროექტი არის და ამ ყველაფრის კომბინაცია ერთად გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამბასადორი კაჭრეთი გოლფ რეზორტი რეგიონში მთავარი მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ტურისტულ ნაკადს და დამთვალიერებელთა ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. როდიდან აიღებს სტარტს სკოლა? სკოლა მიმდინარე წელს გაიხსნება. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს ვუსურვებთ თქვენს კომპანიას. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტების გაყიდვების ხელმძღვანელი ზია ლომაძე.